შუახმელეთს ბინდი გადახფარებოდა, მაგრამ ვარდამ, ვარსკვლავთა დედოფალმა, უძველესი სინათლე აიღო და ცა მორთო. აინთო მენელმაკარი და ვალაკირკა მელკორის ჯიბრზე. და სწორედ ამ შუქზე, კუივიენენის ტბასთან, თვარი გაახილეს ილუვატარის პირმშოებმა. მათ პირველად ვარსკვლავები იხილეს, ამიტომაც უყვართ ისინი ყველაზე მეტად. მათი გამოჩენა პირველმა მელკორმა შეიტყო. მან აჩრდილები გაგზავნა. ვინც მარტო დარჩებოდა, უკვალოდ ქრებოდა. ასე შეიქმნა ორკთა მოდგმა, წამებითა და სიძულვილით. მაგრამ ერთ დღეს, ტყეში ნაჰარმა დაიჭიხვინა. გამოჩნდა ორომე, მონადირე ვალართაგან და ელფებმა იგრძნეს, რომ ის სიბნელისგან არ მოდიოდა. ვალარებმა გადაწყვიტეს, ელფები უნდა გადარჩენილიყვნენ. დაიწყო ომი. მიწა იძვროდა და ჩრდილოეთში ცეცხლი ემთო. ვალარებმა დაანგრიეს უტუნო. ტულკასმა შებოჭა მელკორი და ის მანდოსის საპყრობილეში ჩააგდეს. 3 საუკუნით დაისადგურა მშვიდობამ. ორომემ ელფთა 3 ბელადი იხმო ვალინორში, რათა ხეთა სინათლე ეხილათ. ესენი იყვნენ ინგუე, ვანიართა მეფე, ფინუე, ნოლდორთა ბრძენი მმართველი და ელუე სინგოლო, რომელსაც შემდგომ თინგოლი ეწოდა. სინათლით მოხიბლულებმა მათ თავიანთ ხალხს მოუწოდეს, წავიდეთ დასავლეთში. ელფთა 3 საგვარეულოდან პირველნი იყვნენ ვანიარები, ელფთა შორის ყველაზე ლამაზნი და კეთილშობილნი. მათ მშვენიერ ელფებს უწოდებენ, რამე თუ მათი თმა 2 ხის ოქროსფერი სინათლით ბრწყინავს. ისინი იყვნენ პირველნი, რომლებიც ვალინორის გზას დაადგნენ და უკან არასოდეს მოუხედავთ. მათი წინამძღოლია ინგუე, ყველა ელფის უზენაესი მეფე. ის არ არის მეომარი და არც მწიგნობარი, ის არის წმინდანი. ინგუეს სული სრულად ეზიარა ვალართა სიბრძნეს. ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია პირდაპირ უყუროს მანუეს დიდებას. ვანიერებს არ უყვართ ქალაქები და კედლები. მათ დატოვეს ტირიონი და დასახლდნენ ტანიკვეტილის ფერდობებზე, მანუეს ტახტის ძირში. იქ, მარადიულ თოლსა და ღრუბლებს ზემოთ, ისინი ვარდას ვარსკვლავებს უმღერიან. მათი მუსიკა ერწყმის მანუეს ქარებს. და ეს ჰანგები უცხოა მოგდავთა ყურისთვის. ადამიანებს ისინი არასოდეს უნახავთ. ვანიარები იმდენად შეიყვარეს ვალარებმა, რომ მათ აღარასოდეს დაუტოვებიათ კურთხეული სამეფო. გარდა ერთი შემთხვევისა, როცა საუკუნეების შემდეგ რისხვის ომში ისინი თავიანთი მეფის ძის მეთაურობით მელკორის დასამხობად გამოვიდნენ. ნოლდორები, ბრძენი და ოსტატნი. ვალინორში მათ ყველაზე მეტად აულე, მჭედელთა ღმერთი შეიყვარეს. მათ არ აინტერესებდათ უბრალოდ ჯდომა და სიმღერა. მათ სწუროდათ შექმნა. მათ ისწავლეს ქვისა და ლითონის ენა. და პირველებმა აღმოაჩინეს დედამიწის გულში დამალული ძვირფასი ქვები. მათი მეფეა ფინუე, შავთმიანი, გამჭოლი მზერის მქონე მმართველი, რომელმაც თავისი ხალხი შუახმელეთის ბინდიდან გამოიყვანა. ის არის ბრწყინვალე გონების პატრონი. მის თვალებში ანთია ცოდნის წყურვილი, რომელიც შემდგომში მის შვილებს მემკვიდრეობით გადაეცათ. ნოლდორებმა ააგეს ელფთა ქალაქებს შორის უმშვენიერესი, ტირიონი. ტუნას მწვანე ბორცვზე აღმართული თეთრი ქალაქი, რომლის კედლები მარგალიტის მტვრით ბრწყინავდა. და ქალაქის ცენტრში იდგა მინდონ ელდალიევა, მაღალი კოშკი, რომლის ვერცხლის ლამპარი შორს ზღვის ნისლშიც კი ანათებდა. ნოლდორთა ხელმარჯვება არ ემსახურებოდა სიმდიდრის დაგროვებას. მათი მიზანი სრულყოფილება იყო. თუმცა, ქმნის ეს დაუოკებელი წყურვილი, რომელიც მათ წარღვებში ჩქებდა, ორლესულ מחვილად იქცა. מחვილად, რომელმაც მათ უკვდავი დიდება მოუტანა, მაგრამ მალე
სწორედ ის გახდებოდა მათი დაღუპვის მიზეზიც. მესამე და ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი იყო ტელერები. საკუთარ თავს ისინი ლინდარებს, ანუ მომღერლებს უწოდებდნენ. მათ უყვარდათ წყალი და მათი ხმა ზღვის ტალღების ხმაურს გავდა. ისინი ნელა მიდიოდნენ დასავლეთისკენ, რადგან სამყაროს სილამაზე აჯადოებდათ და ხშირად ჩერდებოდნენ მდინარეებთან. მათი მეფე იყო ელუვე სინგოლო, ელფთა შორის ყველაზე მაღალი და დიდებული. მის თვალებში ხეების სინათლე ბრწყინავდა. მაგრამ ბედისწერამ სხვა გზა არ გუნა. ნან ელმოთის ტყეში ის მაია მელიან შეხვდა და სიყვარულმა ის საუკუნეებით დაატყვევა. ის დარჩა შუახმელეთში და გახდა მეფე თინგოლი. როცა ელუე დაიკარგა, ტელერთა ნაწილი წინ წავიდა. მათ ელუეს ძმა ოლუე გაუძღვა. მან გადაიყვანა თავისი ხალხი დიდი ზღვის გაღმა და ააგო ალკვალონდე, გედების ნავსადგური. ოლუეს თვალებში მუდამ იკითხება ზღვის სევდა და დაკარგული ძმის მონატრება. ტელერებს არ აინტერესებდათ მაღაროები და კოშკები. მათი საგანძური იყო მარგალიტები, რომლებსაც ზღვაში პოულობდნენ და მათი უდიდესი ქმნილება იყო გემები, თეთრი გედებივით მოცურავე ხომალდები. მათთვის ეს გემები ისევე ძვირფასი იყო, როგორც ნოლდორებისთვის ძვირფასი ქვები. ელერთა უზარმაზარი ნაკადი ნელა მიიწევდა დასავლეთისკენ. მაგრამ გზაზე მათ აღემართათ ჰითაეგლირი, ნისლიანი მთები. იმხანად ეს მთები უფრო მაღარი და საზარელი იყო, რამე თუ მელკორმა აღმართა ისინი ორომეს გზის შესაკრავად. მთების ძირში ელფთა გულებში შიშმა დაისადგურა. და მაშინ წინ გამოვიდა ლენუე. ის არ იყო მეფე, მაგრამ იყო ბელადი, რომელსაც უყვარდა შუახმელეთის მიწა. მან შეხედა ბნელ უღელტეხილებს და თქვა: მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ჩემი გზა აქ მთავრდება. მრავალი ელფი დაეთანხმა მას. მათ შეეშინდათ უცნობი გზისა და მოხდა პირველი დიდი განშორება. მთავარი ნაკადი ოლუეს მეთაურობით მთებისკენ წავიდა, ხოლო ლენუეს ხალხი უკან გაბრუნდა. მათ ნანდორები ეწოდათ, ისინი ვინც უკან გაბრუნდნენ. ლენუესთან დარჩა მისი ვაჟიც, ახალგაზრდა დენეთორი. თუმცა ის მამას დაემორჩილა, მისი გული მაინც მოუსვენდრად ძგერდა. ის ხშირად იხედებოდა დასავლეთისკენ, იმ მთების გადაღმა, სადაც მისი ნათესავები წავიდნენ. წლების შემდეგ სწორედ ეს მონატრება წაიყვანს მას ბელერიანტში. გავიდა წლები და ლენუეს ვაჟმა დენეთორმა ვეღარ გაძლო ანდუინის ნაპირებზე. მას ესმოდა ხმები დასავლეთიდან, მეფე თინგოლის დიდებასა და მშვიდობაზე. მან შეკრიბა თავისი ხალხის ყველაზე გაბედული ნაწილი და გადალახა ლურჯი მთები, ერედ ლუინი. ისინი ბელერიანტში შევიდნენ, აღთქმულ მიწაზე. მათ დასახლება აირჩიეს ოსირიანტში, 7 მდინარის მხარეში. იქაური ტყეების პატივსაცემად მათ მწვანე სამოსი შეიმოსეს. ტყის ფოთლებში ისინი უჩინარნი ხდებოდნენ. ამიტომ უწოდეს მათ ლაიქვენდები, მწვანე ელფები. მათი მუსიკა მდინარეების ჩხრიალს ერწყმოდა. როცა დენეთორმა ლურჯი მთები გადაიარა, ნანდორთა დიდი ნაწილი ადგილზე დარჩა. მათ არ სურდათ უცნობი ზღვა და უცხო ღმერთები. მათ შეიყვარეს ანდუინის დიდი ხეობა და იქ აღმართული უზარმაზარი ტყეები. ისინი გაუჩინარდნენ ხეების ჩრდილში და იქცნენ სილვანებად, ტყის ხალხად. სილვანებმა ისწავლეს მიწის ზემოთ ცხოვრება. მათ არ აუგიათ ქვის კოშკები. ისინი აგებდნენ ტალანებს, ხის პლატფორმებს გიგანტური ხეების კენწეროებში. იქ, ვარსკვლავებთან ახლოს, ისინი უსაფრთხოდ იყვნენ მგლებისა და ორკებისგან.
სილვანები არ იყვნენ მწიგნობრები და მჭედლები. ისინი იყვნენ დაუნდობელი მონადირეები. მათი მშვილდის სასიკვდილო ზუსტი იყო. უცხო თვალი ვერც კი ამჩნევდა მათ, სანამ ის არის მიზანს არ გაარტყამდა. ისინი არ ენდობოდნენ უცხოებს, არც ჯუჯებს, არც ადამიანებს და არც სხვა ელფებს. როცა ტელერთა დიდი ნაწილი ზღვის გაღმა წავიდა, ბელერიანში მრავალი ელფი დარჩა. მათ არ შეშინებიათ გზის, მათ უბრალოდ ვერ მიატოვის თავიანთი მეფე, ელუე სინგოლო, რომელიც ტყეში დაიკარგა. საკუთარ თავს ისინი ეგლათებს, ანუ მიტოვებულებს უწოდებდნენ. ისინი დადიოდნენ ბინდით მოცულ ტყეებში და დაეძებდნენ თავიანთ ბელადს. და ბოლოს, გრძელი ჯადოსნური ძილის შემდეგ ელუე გამოერკვა. ის აღარ იყო უბრალო ელფი, მელიანთან შეერთებამ ის შეცვალა. მისი თმა ვერცხლისფრად ბრწყინავდა, ხოლო თავად ისე ამაღლდა, როგორც მაიარნი. ის დაბრუნდა თავის ხალხთან როგორც მეფე თინგოლი, რუხი მოსასხამი. მის გვერდით კი დედოფალი მელიანი იდგა, რომელმაც შუახმელეთში ღვთაებრივი ძალა მოიტანა. თინგოლმა და მელიანმა დააარსეს დორიათი, შუახმელეთის უდიდესი ელფური სამეფო. მდინარე ესგალდუინის პირას, კლდის გულში, მათ ააგეს მენეგროთი, 1000 გამოქვაბული. ჯუჯების დახმარებით გამოკვეთილი დარბაზები ცოცხალ ტყეს გავდა. ქვის ხეები, ოქროსფერი ჩიტები და ბროლის ჭაღები, რომლებიც ვარსკვლავებივით ანათებდნენ. იქ იყო სინდართა დიდების გული, თუმცა ყველა სინდარი მენეგროთში არ ცხოვრობდა. დასავლეთ სანაპიროზე დარჩნენ ფალათრიმები, ზღვის ელფები. მათ კირდან გემთმშენებელი მართავდა, თინგოლის ერთგული მოკავშირე. მათ ააგეს პირველი პორტები და შუახმელეთის პირველი გემები. სანამ დორიათში ტყის სიმღერები ისმოდა, ზღვისპირას ნიჟარებისა და ტალღების მუსიკა ჟღერდა. ასე იცხოვრეს სინდარებმა მრავალი საუკუნე, სრულ სიმშვიდესა და სილამაზეში. მათ გამოიგონეს რუნები, დაწერეს უდიდესი სიმღერები და იცავდნენ შუახმელეთს. ეს იყო ბინდის ელფების ოქროს ხანა, რომელიც მზის ამოსვლამდე და ნოლდორთა ხმლების გამოჩენამდე გრძელდებოდა.